ეს არის ის შეცდომა, რომელსაც ყველა დამწყები ტრეიდერი და ინვესტორი უშვებს. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ იმ შეცდომაზე, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უშვებს, ყველა დამწყები ტრეიდერი და ყველა დამწყები ინვესტორი, მათ შორის მეც ძალიან ხშირად მქონდა ეს შეცდომები დაშვებული. და ამ ვიდეოში განახებთ თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს შეცდომები თქვენ არ გაიმეოროთ. ეს შეცდომა არის, მეგობრებო, იმპულსის დროს ტრეიდის აღება, ან ესე ვთქვათ, უბრალოდ ინვესტიციის გაკეთება, როცა შენ იმპულსის დროს ზუსტად მოგებები უნდა დააფიქსირო, არათუ შეხვიდე ტრეიდში, იმიტომ რომ როცა შენ იმპულსის დროს შედიხარ ან ტრეიდში, ან ინვესტიციაში, შენ ხდები იმ ადამიანის ლიკვიდიტი, რომელმაც მაგ იმპულსში დააფიქსირა მოგებები. ხო, მაგალითად, მე თუ არ ქვემოთ ნაყიდი თუ მაქვს ან ინვესტიცია თუ მაქვს გაკეთებული, ანუ დაბალ ფასად, და ფასმა გააკეთოთ 15, 20, 30% და შენ მაგ დროს ფხიზლდები და მაგ დროს ყიდულობ გარკვეულ coins ან აქციას, ზუსტად მე მაგ დროს ხოლმე ვაფიქსირებ მოგებას, იმიტომ რომ 30-40%-ს თუ აკეთებს, რა თქმა უნდა, coin ან რაიმე აქცია, რა თქმა უნდა, ჭკვიანი ინვესტორი ან ტრეიდერი, რომელსაც ქვემოთ აქვს ნაყიდი, უფრო იაფად ეს coin-ები აფიქსირებს მოგებას. ხო, და მოგების დასაფიქსირებლად ჩვენ გვჭირდება ის ადამიანები, ვინც ზუსტად აი ამ იმპულსის დროს შედიან ხოლმე ტრეიდში, იმიტომ რომ თუ მე ვყიდი და მეორე მხარეს არ იყო გამყიდველი, რა თქმა უნდა, მე ჩემ მოგებას ვერ დავაფიქსირებ, ხო? ანუ ეს არის უდიდესი ნაწილის დიდი შეცდომა ხოლმე, რაც განსაზღვრავს თუ როგორ ვითარდება თქვენი საფულე. სავარაუდოდ არც თუ ისე პოზიტიურად განვითარდება, თუ ამ შეცდომას ხშირად ვშვებთ. მე განახებთ კონკრეტულ მაგალითებს, თუ როდის ხდება ხოლმე ეს შეცდომების დაშვება და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არასდროს არ გააკეთოთ ესეთი შეცდომა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, მეგობრებო, რომ ბაზარი არსად არ მერბის, ის ხვალაც აქ იქნება ზეგაც, მაზეგაც, 2 წლის შემდეგაც, 10 წლის შემდეგაც და 100 წლის შემდეგაც. ასე რომ არასდროს არ უნდა მიყვეთ ხოლმე ამ ესე ვთქვათ ემოციებს, არასდროს არ უნდა აყვეთ ემოციებს და როცა დაინახავთ თქვენ დღიურზე ან 4 საათიანზე მწვანე სანთელს, რომელმაც დაფიქსირათ 15%, ეგ ანიშნავს იმას, რომ თქვენ ეგრევე უნდა შეხვდეთ, უნდა დაელოდოთ კარგ შანსს იმისთვის, რომ ახალი შანსი მოგეცეთ ტრეიდში შესასვლელად. ყოველთვის გვახსოვდეს ის, რომ შენ ყოველთვის უნდა იყიდო წითელზე და გაყიდო მწვანეზე, არათუ პირიქით. უდიდესი ნაწილი აკეთებს ხოლმე პირიქით, ანუ 10% აკეთებს პირიქით, ისინი ყიდულობენ მწვანეზე და ყიდიან წითელზე, რაც დაუშვებელია ტრეიდინგში და ინვესტიციაში, უნდა გააკეთო პირიქით. როცა მაგალითად კოინები ან ინვესტიციები იწევს მაღლა, მე ზუსტად მაშინ ვყიდი ხოლმე, იმიტომ რომ მაგ დროს ვაფიქსირებ მოგებას. უნდა გვახსოვდეს ის, მეგობრებო, რომ არაფერი არ არის ვერტიკალურად მაღლა, ანუ ერთი ხაზით მაღლა არ არის არაფერი, ფას გულისხმობ, რა თქმა უნდა, და როცა რაღაცა კორექციას აკეთებს და ვარდება, ჩვენ უბრალოდ უნდა გავიგოთ პრინციპი, თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება. შენ თავს უნდა დავუსვა ხოლმე ყოველთვის კითხვა, რომ რატო ადის ფასი მაღლა და რატო ვარდება ფასი? ფასი ადის მაღლა, იმიტომ რომ მოთხოვნა არის დიდი, არის მომენტუმი, არის რაღაც ჰაიპი, არის რაღაცა ნიუსი, ფასი ადის მაღლა. მაგრამ რატო ვარდება ქვემოთ? ვარდება ქვემოთ, იმიტომ რომ ინვესტორებმა, ვისაც აქამდე ჰქონდათ ნაყიდი, ისინი თავიანთ რისკებს ამცირებენ და აფიქსირებენ მოგებებს. როცა ისინი აფიქსირებენ მოგებებს, რა თქმა უნდა, ფასი ვარდება ქვემოთ და ისინი რომ მოგებებს აფიქსირებენ, რა თქმა უნდა, მეორე მხარეს მათ ჭირდებათ ისეთი, ასე ვთქვათ, ხალხი, ვინც იყიდიან, ხო? და ეს არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ის 90%, ვინც კარგავს ფულს. ის 90% რო არ არსებობდეს მეგობრებო ბაზარზე, რა თქმა უნდა, ის 10%-იც ვერ გააკეთებდა მოგებას, ხო? იმიტომ რომ ფული საიდანაც უნდა მოდიოდეს. უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ კრიპტო ბაზარზე, ანუ თვითონ სხვა ყველანაირ ფინანსიურ ბაზრებზე, სადაც შენ ინვესტიციას აკეთებ და ფულს დებ, იქ ფული არასდროს არ ჩნდება ჰაერიდან და არასდროს არ ორთქლდება. მაგალითად, ავიღოთ კრიპტოში ყველას გონია, რომ ფული აორთქლდა, დაიკარგა, ან ციდან ჩამოვარდა, ან შემდეგ არ ხდება ეს, მეგობრებო. ფული როცა შენ ვაჭრობ კრიპტო ბირჟაზე, როგორ მოძრაობს, ის ერთი ადამიანიდან გადადის მეორეზე. ანუ მე თუ გავაკეთე მაგალითად მილიონი, მე ვიცი რომ მეორე მხარეს შეიძლება ინგლისში, ამერიკაში, თურქეთში, ჩინეთში, ესპანეთში და ასე შემდეგ, ანუ სხვადასხვა ქვეყნებიდან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ფული და იმათ ჯიბიდან ჩემ ჯიბეში გადმოვიდა ფული. ანუ აქ კაპიტალი უბრალოდ მოძრაობს ერთი ადამიანიდან მეორეზე და ფული არ ჩნდება და არ ორთქლდება. ესე რომ ვთქვათ, რაც ბევრს გონია. ამიტომ უნდა ვიცოთ ყოველთვის, ჩვენ თავს დავუსვათ კითხვები, თუ რატო ხდება ჩარტზე ის, რაც ხდება. შენ ამ კითხვას რომ დავუსვებ შენ თავს, მე უკვე სულ სხვანაირად იწყებ ხოლმე ფიქრს და უკვე იგებ იმ ლოგიკას, რაც არის საჭირო, იმისთვის რომ აღარ გააკეთო ის წაგებები და ის წაგებები, რაც ქონდა გაკეთებული, პირიქით, ესე ვთქვათ, გადაიტანო მოგებებში. მოდი გადავიდეთ ხოლმე მეგობრებო ჩარტებზე და ზუსტად აგიხსნათ
რას გულისხმობ მე ამ ყველაფრით და ჩარტებზე როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. მოდი გადავიდეთ ახლა მაგალითად ეს კარდანოს ჩარტები მაგ გახსენი მეგობრებო და ნახეთ ახლა რა ხდება. ნუ მე ვიცოდი, ჩვენ ვიცით ახლა რა თქმა უნდა, რომ აქ გქონდა რეზისტენცი და აქ გქონდა რეზისტენცი. ხო ნახეთ ახლა რა ხდება, მე გეტყვით ახლა ზოგმა შეიძლება თქვას, რომ აი ახლა მე რასაც ვიტყვი, აქ შენ არ უნდა გეყიდა. არც აქ არ უნდა გეყიდა. ნახეთ ახლა რა ხდება. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ რას ამბობ, აქედან ახლა მე ხო ამბობ, რომ აქ არ უნდა გეყიდა. მაგრამ ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი მე ზუსტად აქ მაქვს ნაყიდი, მაგრამ ნახე აქედან დავაფიქსირე 73%. პირველ რიგში ვინც აქ იყიდა, მე 100%-ით, 100,000%-ით ვარ დარწმუნებული, რომ აქ 73% მოგებაში იყო, მან უბრალოდ სკრინშოტი გადაიღო და მეგობრებს გაუგზავნო, ნახე რა ხდება, ფული გავაკეთე, მაგრამ მოგებები არ დაუფიქსირებია, მაგაში მე ვარ 110, 120, 160 მილიარდი პროცენტი დარწმუნებული, იმიტომ რომ აქ არავინ არ ყიდულობს, აქ ჭკვიანი ინვესტორი, ტრეიდერი არასდროს არ იყიდეს, იმიტომ რომ რატომ არ იყიდეს? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აქ გქონდა რეზისტენცი, აქ ვხედავთ, რომ დადასტურებულიც გვაქვს, ნახეთ, აქ დავუკარგეთ, ესე ვთქვათ, ჩვენი ლეველი, აქ გავტესტეთ, დავარეჯექტეთ, ანუ უარყავით და ჩამოვედით ისევ ქვემოთ, ჩამოვედით კორექციაზე, ხო? და ნახე ახლა რა ხდება, შენ იმ შემთხვევაში შეგიძლია აქ ყიდვა, თუ ჩვენ ეს ლეველი გავარღვევთ. აქ მაგალითად ეს ლეველი გაირღვა და რიტესტზე შენ შეგეძლო, აი აქ ბოქსი მქონდა გაკეთებული, აქ გეყიდა. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა ჭკვიანური ინვესტიცია, ანუ აქ არ იქნებოდა ჭკვიანური ინვესტიცია, აქ იქნებოდა ჭკვიანური ინვესტიცია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დადასტურება, რომ ეს ლეველი გაირღვა, ჩვენ გვაქვს დადასტურება, რომ გვაქვს მომენტუმი და ასე შემდეგ. ახლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, შენ რომ გეყიდა ან აი აქ, ან აი აქ, რა არის შენი რისკი, რა არის შენი რივარდი და ასე შემდეგ, ანუ რამდენს რისკავ შენ იმისთვის რომ გააკეთო რამდენი, ხო? ანუ ამ ყველაფერში შენ არანაირი კითხვა პასუხი არ გაქვს, იმიტომ რომ აქ თუ იყიდე რა იყო შენი რივარდი, ანუ ზოგი ესეთ რაღაც საკეთებს ხომ და ანუ მე არ მესმის ხომ ეს რაღაც საკეთებს, გი? ეს რაღაც საკეთებს ხომ. ანუ შენ თუ მართლა გგონია რომ შესაძლებელია, აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი გამბლინგი. ახლა რასაც თქვენ ჩემ ჩარტზე ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი გამბლინგი. შენ თუ აქ იყიდე და ელოდები რომ ფასი ავიდეს აქ, შენ, ანუ მე მიხარია რომ შენ ფიქრობ ეგრე, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეგრე რო არ ფიქრობდი შენ, მე ფულს ვერ გავაკეთებდი ბირჟაზე და მეორე შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ანუ ეს ტრეიდინგთან და ინვესტიციასთან ძალიან შორს არის. შენ როცა აქ ყიდლობ, ახლა მაგალითად, თქვათ რომ ჩვენ აქ რიტესტზე ვიყიდეთ, ხო? თქვათ რომ ჩვენ აქ რიტესტზე ვიყიდეთ, მე უფრო დეფენსიური ენტრი მექნებოდა აი აქ, სავარაუდოდ ჯერჯერობით არ შემივსვედო, მაგრამ თქვათ რომ აქ ავიღე აგრესიული და შემივსო, ჩემი სტოპ-ლოსი მიყენი აქ, ხო? ანუ მე არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავ, რომ აქამდე დავალოდები სანამ ფასი ამოვა. მე აქ აუცილებლად გავყვედიდი რაღაცა ნაწილს, ნახეთ, მარტო აიქედან აქამდე სადაც ფასი ავიდა 4, ანუ 4 მაგმოგებაში ხარ 400x გაქვს, 400% გაქვს გაკეთებული, ანუ 4x. აქ მინიმუმ 60% მექნებოდა გაყიდული და დანარჩენი 40% გინდა აქ წავიდეს, გინდა აქ წავიდეს და გინდა აქ წავიდეს და გინდა რა ვიცი, $10 ავიდეს, ხო? მაგრამ მე ყველა ნაბიჯზე დავაფიქსირებ მოგებას აქ 10%-ს დავაფიქსირებდი მოგებას აქ 10, აქაც და ასე შემდეგ, მაგრამ მე რომ მთელი ჩემი პოზიცია დავტოვო და დაველოდო ფასი სანამ ავა $3-მდე, $4-მდე, $5-მდე, ეს რა თქმა უნდა არის უდიდესი სულები და ეს არის ჩვეულებრივი გამბლინგი. რა შვება ხოლმე უდიდესი ნაწილი, ანუ ის 10%, რომელიც ყოველთვის აგებს ხოლმე ფულს ვაჭრობაში, შედის აქ. ანუ შენ სავარაუდოდ თუ ხარ დამწყები და აი აქ შეხვედი, იმიტომ რომ შენ დღიურზე დაინახე 2 დღის განმავლობაში ეთერიუმმა გააკეთა 50% და ეთერიუმმა მეთქი უკაცრავად კარდანომ, აი აქ რა ვიღოთ, ახლა დღიურზე ვართ, ეს 2 დიდი სანთელი რო გავზომოთ ვიკამდე გქონდა 40-51%-იანი ზრდა. შენ ამას რო დაინახავდი, სავარაუდოდ გაგიჟდებოდი, ვიფიქრებდი რომ სულ ჩვენ დავიწყეთ და უკვე $10-ზე მივდივართ. აქ იყიდიდი, კი ბატონო, იქნებოდი აქ მოგებაში, მაგრამ სავარაუდოდ არ დააფიქსირებდი მოგებას და დღეს ის შენი ინვესტიცია ცოტათი გაუფასურებული იქნება, თუ აქ იყიდე, რა თქმა უნდა, ესე პლუსში იქნება, მაგრამ მაინც გაუფასურებულია, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება, მე ზუსტად ვიცი ეს ფსიქოლოგია როგორც მუშაობს. შემდეგ შენ აქ რო იყიდე, ანუ აქ ვთქვათ რომ აქ სადღაცას იყიდე და შენ გააკეთე მე რო უკვე პლუს მინუს 70-60%, ხო და შენ უკვე 100%-ით ხარ დარწმუნებული რომ всё, ჩვენ უკვე $10-ზე მივიდვარ, ამას აღარაფერი აღარ გააჩერებს და ჩვენ გავაკეთებთ ესეთ სანთლებს.
პირდაპირ მაღლავად. არის თუ არა შესაძლებელი? თეორიაში არ შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკაში ეს ძალიან იშვიათად ხდება. და სავარაუდოდ შენ აქაც დაამატებდი და აქაც იყიდდი ალინს შეხვიდოდი, იმიტომ რომ всё, შენთვის ყველაფერი მორჩა და ანუ ეს არის ის ერთი კონი, რაც ცელოდებოდი, რომელიც გაიგეთებს 10x, 100x და გაგხდენს $100 მილიონერს. და ზუსტად მაგ დროს ხომ შენც აქაც თუ იყიდით და აქაც თუ იყიდით, ეხლა მაგალითად იქნებოდი ჩვეულებრივ მინუსში. ამ შეცდომას უშვებს აბსოლუტურად ყველა დამწყები ტრეიდერი. სხვათა შორის მეც უშვებდი ამ შეცდომებს, ყველა უშვებს, არც მე არ ვიყავი ამ შემთხვევაში. გამონაკლისი, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა მე აღარ უშვებ, იმიტომ რომ მაგ საკმარისი გამოცდილება მიღებული და ვიცი რომ ბაზარი არსად არ გარბის და ყოველთვის მექნება შანსი იმისთვის რომ ვიყიდო. ეხლა მაგალითად ვიცი რომ კარდანოს შანსი აქვს რომ აქ კიდე ქვემოთ ჩამოვიდეს ბოქსში, აიღოს liquidity ამ ლეველიდან, ამ ლეველიდან და მე გააგზავნოს მაღლა სვლა. რა შემთხვევაში შევიდოდი მე აგრესიულ ტრეიდში, იმ შემთხვევაში შევიდოდი რომ ნახეთ, მე ვიცი რომ აქ არის სიგნიფიკანტური ლეველი, რომლის გარღვევის შემთხვევაში ჩვენ გვექნება ძალიან დიდი ექსპანსია, ანუ ძალიან დიდი ზრდა გვექნება. თუ ჩვენ გავარღვევთ ეს ლეველი, მე მზად ვარ რომ აქ ვიყიდო ისევ და ჩემი რევარდი იქნება აქამდე. დანარჩენ ანუ აქ რაღაც ნაწილს გავყიდი და დანარჩენს უკვე დავალოდები რომ წავიდეს მაღლა. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, ვინც აქ იყიდეთ და აქ იყიდეთ. ანუ რა გამოდის რომ ჩვენ ვიცით რომ პირველი ლეველი იყო აქ, ანუ შეიძლება აქ ისევ გაიტესტოთ ჩამოსულიყო ქონოთ, ჩვენ არ ვიცოდით აქამდე ავიდოდა თუ არა. შენ მხოლოდ მაშინიც როცა ეს მოხდება, მაგრამ შეგიძლია ყოველთვის ამაზე იფიქრო და რას გულისხმობ ამ ყველაფერისთვის, შენ შეგიძლია მოგება დაგეფიქსირებინა აქ და დანარჩენი მოგება დანარჩენი ნაწილი შენი ტრეიდის დაგეტოვა ან ინვესტიციის იმისთვის რომ ცოტა მოგება აქ დაგეფიქსირებინა, ცოტა მოგება აქ, აქ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ როცა შენ შედიხარ აი აქ, მინდა გკითხო რომ რა არის შენი risk reward, ხო? აი ამას რო იყო. თქვათ, მოდი, აქ არა ვიღოთ და ვთქვათ რომ აქ აიღე შენ ტრეიდი. ანუ ეს ვიცით რომ ყველაფერი დასაფარი გვაქვს და ანუ შენი პირველ take profit იყო ეს? ან თუნდაც ეს იყოს. ანუ ეს შენ გაკმაყოფილებს, ეს შენთვის საერთოდ არ არის საკმარისი და საერთოდ არ არის ჭკვიანური. როდის უნდა გააკეთო შენ ინვესტიცია და როდის უნდა იყიდო? როცა ჩვენ მოვდივართ კორექციაზე. ფასი ამოვიდა აქ, ჩვენ ვიცით რომ აქ ზიან გამყიდულები, აქ ჩვენ დავინახეთ რომ გამყიდულები იჯდნენ აქ და რაღაცა ნაწილი აი აქ ამ ვიკებს რო ხედავთ, ეგ ნიშნავს იმას რომ აქ მოგებები იყო დაფიქსირებული და რამოდენიმე ინვესტორმა დააფიქსირა თავისი მოგებები, ხო? ანუ ყოველს უნდა შეგეძლოს ჩარტის წაკითხვა და ესე ვთქვათ, იმის მოყოლა, რაც მოხდა, ანუ წიგნს რო გადაშლდა კითხულობ, ზუსტად ესე უნდა წაიკითხო ჩარტები. ვიცით რომ აქ ქონდა რეზისტენცია, აქ ქონდა წინაღობა და აქ ქონდა ინტერაქცია, აქ მართლა ხალხს ქონდა ესე ვთქვათ დაფიქსირებული მოგება, იმიტომ რომ გვაქვს წითელი სანთელი, იმიტომ რომ გვაქვს ვიკები და ასე შემდეგ. მაგრამ მომენტუმი იყო ძალიან ძლიერი და გავარღვევთ ჩვენი ლეველი, რის შემდეგაც მოხდა ექსპანსია და ჩვენ გავტესტეთ ისევ მაღლა რეზისტენს ლეველი, რომელიც იმყოფებოდა აი აქ და აქაც დაფიქსირდა მოგებები, აქ უბრალოდ დაფიქსირდა იმაზე მეტი მოგებები, ვიდრე ყიდვა დაფიქსირდა. ანუ აქ უფრო მეტი მყიდველები იყვნენ, ვიდრე გამყიდველები, იმიტომ წავიდა ფასი მაღლა და აქ არის პირიქით, ანუ აქ ხალხმა დააფიქსირა მოგება და ფასი წამოვიდა ქვემოთ. როცა აი იმიტომ ხოლმე რომ შენ მწვანეზე არასდროს არ უნდა იყიდო და არასდროს არ უნდა იყიდო იმ იმპულსზე, რომელიც ხდება. იმიტომ რომ ამ იმპულსზე ნახეთ მეგობრებო, მოხდა იმპულსი, ხო? აქ დაფიქსირდა მოგებები. ნახე, ჭკვიანი ხალხი აქ აფიქსირებს მოგებას. ეს ვიკები და ეს წითელი სანთლები ნიშნავს იმას, რომ აქ მოხდა გაყიდო, აქ ხალხი ყიდის. ანუ გაიყიდა, აქაც მაღლაც გაიყიდა, liquidity აღღეთ და გაიყიდა, ეგ ნიშნავს იმას, რომ ხალხი აქ აფიქსირებს თავიანთ მოგებებს და სავარაუდოდ თავიანთ დაფიქსირებული მოგებებით მზად არიან, რომ ქვემოთ ლეველებზე როგორც არის აი ეს და აი ეს ისევ შევიდნენ ტრეიდში ან ინვესტიციაში. ზუსტად იგივე უნდა გააკეთო შენც, ანუ შენ არ ყიდულობ, ესე ვთქვათ, მწვანეზე და არ ყიდი წითელზე. თუ მაგალითად შენ აქ გაქვს ნაყიდი და ანუ წავიდა მაღლა, შენ გიხარია, ვაუ, მაღლა მივიდვარ, მოგებას ვაკეთებ და უცბად ჩამოვიდა აქ, შენ ახლა 20-30%-იან წაგებაში და ზუსტად ამ დროს ყიდი. ანუ წითელზე შენ გაყიდე, რა თქმა უნდა, წაგებაში ხარ, რა თქმა უნდა, უდიდესი შეცდომა გაქვს დაშვებული და ესე თუ აგრძელებ შენი საფულის ძალიან დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, დაკარგო. მე არც იმის მომხრე ვარ, რომ როცა რაღაცა ძალიან ქვემოთ მიდის და 40-60%-იანი ესე ვთქვათ, კლება გაქვს, მაინც რომ ამატებ, ან მაინც რომ ყიდულობ, ანუ ეგეც ჩემთვის არ არის მისაღები, ვიცი რომ ბევრი აკეთებს, მაგრამ არ არის ჩემთვის მისაღები, იმიტომ რომ მე ყოველთვის ინვესტიციას არასდროს ვაკეთებ ალტკოინებში, მაგრამ ტრეიდინგი ყოველთვის შეიძლება, როცა არის ვოლიუმი, ჩვენ ხედავთ რომ აქ არის ინტერესი, აქ არის ვოლიუმი და აქ შეიძლება ტრეიდინგი. მე
მივესალმები აქ ტრეიდის აღებას, მე მივესალმები აქ ტრეიდის აღებას, რომელსაც მივაკეთებ ხოლმე, ვაკეთებ swing trade-ებს, რა თქმა უნდა stop loss-ის და როცა მოხდება, რომ ჩემი stop loss-ი გაihitება და ესე ვთქვათ, დავკარგავ თანხას, მე გადავდივარ შემდეგ ტრეიდზე და მე არ ვნერვიულობ, რომ ფასი ისე 20% დავარდება 30, 40, 100 თუ ასე შემდეგ. ხო, მე განსაზღვრული მაქვს წინასწარ ჩემი რისკი და თუ დავკარგე ჩემი რისკი, მე ამ ყველაფერს მივესალმები, ვიცი, რომ ამის შესაძლებლობა არის. შე შემთხვევაში მე ეს ინვესტორებისგანაც მესმის, რომ აი მე მაქვს $10,000 ინვესტირებული და მე მესმის ჩემი რისკები და ჩემი რისკ მენეჯმენტი მაქვს გათვლილი, ესე მეუბნებიან ხოლმე. როცა მეუბნები, რომ მანახე შენი stop loss-ი, სადა გაქვს stop loss დაყენებული? stop loss-ი არ მინდა. ანუ stop loss-ი თუ არ გაქვს დაყენებული, როგორ არის ეს ვთქვათ, შენი რისკები განსაზღვრული, ხო? რას ნიშნავს stop loss-ი? ცალკე ვიდეოს გავაკეთებ stop loss-ზე, stop loss-ი ნიშნავს, რომ stop losing, ანუ შეწყვიტე თანხის დაკარგვა. ამაზე მეც არ ნიშნავს, ხო? რა უნდა გააკეთო ხოლმე ამ შემთხვევაში? შენ როცა ფასი დავარდება და ვიქნებით წითლებზე, მაშინ შეგიძლია იყიდო. ნახეთ, აქ გვაქვს ჩვენ სუპორტი, ვიცით რომ იქნებიან მყიდველები და აქ გვაქვს კიდე liquidity, რომ სადაც შეიძლება იყვნენ მყიდველები. ან ფასი შეიძლება წავიდეს ესე, ან შეიძლება ჩამოვიდეს უფრო ქვემოთ და წავიდეს მაღლა. ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო? რა თქმა უნდა, სასურველია რომ აგრესიული გაიტაცოს წავიდეს მაღლა, იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე პოზიტიური შემთხვევა. ნუ აქ უკვე გაიტესტა ძალიან აგრესიულად, მაგრამ აქ კიდევ გვაქვს რაღაცები გახსნილი, რაც შეიძლება გაიტესტოს, ანუ გასატესტე ადგილები შეიძლება ავიღოთ აქედან პატარა, ასე ვთქვათ, liquidity და წავიდეთ მაღლა, სასურველი იქნება რომ ამაზე ქვემოთ არ ჩამოვიდეთ, მაგრამ აქაც არის შესაძლებელი ჩამოსვლა. რა უნდა გააკეთო ხოლმე ამ შემთხვევაში? ან იღებ აგრესიულს, ან იღებ დეფენსიურს და stop loss გიყენია აი აქ ქვემოთ. ამ შემთხვევაში შენი risk reward არც თუ ის სასიამოვნოა და არც თუ ის საინტერესო. თუ აქა გაქვს იღებ ესე ვთქვათ აგრესიულ stop loss გიყენი აქ და შენი reward-იც კარგი არის, ან იღებ defensive-ს და stop loss-ი გიყენი აქ. ნუ ეს არის უკვე ყველაფერი შენზე დამოკიდებული, რასაც მე გავაკეთებ და რასაც მე ვაკეთებ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როცა გვაქვს ორნაირი თამაშის ესე ვთქვათ საშუალება ხოლმე, ორნაირი ტრეიდის საშუალება, მე ყოველთვის ვირჩევ defensive-ს. თუ მაგალითად მოხდა გაიტესტა აგრესიული და მე აქ არ შემივსო, მაშინ ვაუქმებ ხოლმე ამ ორდერს და ველოდები რომ ფასში მქონდეს საშუალება ტრეიდის აღება და ესე ვთქვათ რივერსალზე შევიდე ხოლმე ლონგში და ხშირ შემთხვევაში ესეც მართლდება ხოლმე და ვზივარ ხოლმე კარგ ნოყიერ ტრეიდში ხოლმე. ანუ რა ხდება ახლა თუ გინდა ყიდვა უნდა იყიდო წითელზე, დაელოდო რომ აქ ისევ გაიტესტოს და იყიდო წითელზე, ან უნდა დაელოდო რომ ავიდეს მაღლა, გავარკვევთ ეს ლეველი და ისევ წითელზე, როცა გვექნება კორექცია, ისევ წითელზე იყიდო, რათა ფასი წავიდეს მაღლა. განახებთ კიდევ რამოდენიმე მაგალითს, დოტზე იყო კიდევ ერთი კარგი მაგალითი. ნახოთ. ნახოთ. კი ბატონო, ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. აქაც ზუსტად იგივე რაღაცა ხდება. აქ არავის არ აინტერესებდა, არც აქ არავის არ აინტერესებდა, აქ არც აქ არავის არ აინტერესებდა დოტი, მაგრამ როცა პოლკადოტმა გააკეთა რამხელას და 80-90%-იანი ზრდა, ზუსტად ყველა მაშინ შევიდა აი აქ. როცა ჩვენ ვიცით რომ აქ გვაქვს რეზისტენცი და როცა ჩვენ ვუარყოფთ ამ რეზისტენცს და არ გვაქვს იმხელაძა რომ ეს რეზისტენცი გავარღვიოთ, ჩვენ ყოველთვის მივდივართ იმ წერტილამდე, ისევ ანუ იმ წერტილზე ბრუნდებით, სადაც დაიწყო იმპულსი. ანუ როცა შენახეთ ჩვენ აქ რომ გვაქვს ლეველი, რეზისტენცი, აქ გვაქვს სუპორტი, ხო? თქვათ ფასი მიდის ესე. და დავარეჯექტეთ აი აქ. უარყავით, ანუ ჩვენ მივიდივართ კორექციას. ხო, კორექციაზე მივიდივართ ხოლმე ჯერ იქამდე, ანუ აქ ტესტავთ ხოლმე, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე ძლიერი ლეველი. ჩვენ ჩამოდივართ ხოლმე და ტესტავთ ხოლმე ყოველთვის იმ ადგილს, საიდანაც დაიწყო ის დიდი იმპულსი, ის დიდი წერტილი, რომელმაც წაგიყვანა შენ ლოკალურ ჰაიმდე. ყოველთვის ტესტავთ ხოლმე შემდეგ ამ ლეველს და ცოტა შეიძლება თუ აქ გვაქვს ეს liquidity ასაღები ხოლმე, შეიძლება ვიკიც ჩამოვიდეს ხოლმე ქვემოთ და მე ისე ვაგრძელებთ მაღლა სვლას. რაც პოლკადოტის ჩარტზე ჩვეულებრივად შეგვიძლია ვნახოთ. აქ გქონდა ესეთი იმპულსი და ჩვენ ჩამოვედით ისე ამ წერტილამდე, აი აქამდე, საიდანაც დაიწყო ესე ვთქვათ ეს დიდი მოვი და ეს დიდი იმპულსი.
აქ კიდე ქვემოთ გვაქვს liquidity, რომელიც შეიძლება იყოს აღებული, ანუ შეიძლება აქ wiki გავაკეთოთ და მე ეგრევე წავიდეთ მაღლა. ანუ თუ ყიდვა გინდა და თუ შენ, ანუ მე აქ ინვესტიციას არ ვაკეთებ, მე მხოლოდ ტრეიდერი ვარ და ტრეიდის, ანუ თუ გამოვიდა კაი სეტაპი, რა თქმა უნდა ავიღებ, მაგრამ როგორც ინვესტორი მე აქ ინვესტიციას არ ვაკეთებ, მაგრამ შენ თუ გჯერა ამ კოინის, თუ გახარ ჩახედული და თუ შენ გჯერა კრიპტოში ფუნდამენტური ანალიზის და გჯერა რომ ადრე თუ გვიან პოლკადოტი გახდე მიაღწევს ამ და ამ ღირებულებას, მაშინ ყველაზე იდეალური ყიდვის მომენტი არის აი ამ ბოქსში და თუ ჩამოვიდა კიდე ქვემოთ, უნდა გიხაროდეს, არ უნდა გეწყნოს, აი ამ ბოქსში არის კიდევ ყიდვის საშუალება. მაგრამ არასდროს არ უნდა იყიდო ესეთ იმპულსის დროს და არასდროს არ უნდა იყიდო ხოლმე ესეთ იმპულსის დროს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ყველას გონია ხოლმე რომ მე გამასწრო მატარებელმა ყველა აფიქსირებს მოგებას და მე დავჭი ეგრე და ამიტომ ყველა შედის ხოლმე დაგვიანებით და ხედავთ ხო აქ დაგვიანებით რომ შევიდა ვინც შევიდა ყველამ დაკარგა ფული იმიტომ რომ აქ ყიდიდნენ დიდმა ნაწილმა დააფიქსირა აქ მოგება და დიდმა ნაწილმა დააფიქსირა აქ მოგება იმიტომ რომ აქ ყიდიდნენ და ჩამოვიდა ქვემოთ იმისთვის რომ ინვესტორებმა ან ტრეიდერებმა ვინც ადრე იყვნენ შესული აქ იაფად იყვნენ შესული და კარგ მოგებაში არიან, მათ რა თქმა უნდა ჭირდება ესეთი ადამიანები, ვინც იმპულსზე ყიდულობენ და ემოციებს ყვებიან, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანები რო არსებობდნენ, იმათი sell order-ები, ანუ მოგების დაფიქსირება არ შეევსებათ და ისინი რო ყიდიან თავიანთკოინებს, მეორე მხარეს არ იქნება არავინ, ვინც იყიდის. ამ შემთხვევაში, ანუ ეს არის ლამაზი ადგილი საყიდლად, ანუ ეს ბოქსი და აქ ქვემოთ აქვს liquidity ასაღები. რა შემთხვევაში ავიღებდი? აგრესიულ, ესე ვთქვათ, ტრეიდს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარხვევდით ამ ლეველს, მე მზად ვიქნები რომ ავიღო ან აქ ტრეიდი, ან ამ მაღალ ლეველსაც თუ გავარხვევთ პირდაპირ, ეგრევე აგრესიული ავიღო და შემდეგ ჩემი რევარდები იქნება უკვე აი აქ. ოპს. აი აქ. აი აქ. აი აქ და დანარჩენს უკვე გავყიდე, ნუ არ არის საჭირო რომ ყველგან 30-20% მოგებები დააფიქსრო, შეგიძლია 10 აქ დააფიქსრო, 20 აქ, 30 აქ, 40 აქ და ასე შემდეგ. ნუ ეს გააჩნია უკვე შენ რა სახის ტრეიდერი ან /ინვესტორი ხარ. ანუ არასდროს შეეცადეთ რომ ანუ ეს გქონეთ უბრალოდ ყოველთვის თავში რომ როცა ხედავთ წითელ სანთლებს, როცა ხედავთ მწვანე სანთლებს, არასდროს არ იყიდოთ, პირიქით თუ ხართ თქვენ პოზიციაში და ნახეთ რომ 40-50-60%-იანი მოგება გაქვთ დაფიქსირებული და მწვანე სანთლებია, ზუსტად მაშინ უნდა გაყეთოთ რაღაცა ნაწილი და როცა დაინახავთ დიდ წითელ ჩარტებს, დიდ წითელ სანთლებს, ზუსტად მაშინ უნდა იყიდოთ ხოლმე როგორც ინვესტიცია თუ თქვენ გჯერათ ამ ალტკოინების, მე ამ ალტკოინების, ანუ ხშირად მაქვს გაკეთებული ალტკოინებზე ვიდეო, რომ მე არ მჯერა ამ აერს გამომცხვარი ფუნდამენტების, რომელიც არ არსებობს ჩემთვის, მაგრამ სადაც ვოლუმი არის, სადაც ვოლატილიტი არის და სადაც ჰაიპი არის, მე ყოველთვის ვიქნები იქ, იმიტომ რომ ტრეიდის აღება შემიძლია. თუ აქ გვაქვს ლამაზ სეტუპი, მე დიდი სიამოვნებით ავიღებ ტრეიდს და დიდი სიამოვნებით დავაფიქსირებ მოგებას, იმიტომ რომ ვიცი არიან ის ხალხი, ვინც ესე ვთქვათ, ჰაიპზე ფულსდებენ, ჰაიპზე ესე ვთქვათ, ყიდულობენ, მომენტუმზე ყიდულობენ და ასე შემდეგ და მე ამით შემიძლია პროფიტი გავაკეთო, მე ამით შემიძლია ვისარგებლო და გავაკეთო ფული, ამიტომ მე ყოველთვის ვარ ხოლმე მზად რომ თუ გამოვა კარგი სეტუპი და კარგი ესე ვთქვათ, ტრეიდის შანსი, მე ყოველთვის შევალ ტრეიდში, მაგრამ როგორც ინვესტიცია, მე ინვესტიციას ალტკოინებზე არ გავაკეთებ. მეგობრებო, გვახსოვდეს რაც გითხარით და რაც გირჩიეთ, არასდროს არ იყიდო მწვანეზე და არასდროს არ გაყიდო წითელზე და ბაზარი არსად არ გადის. ეს ხვალაც აქ იქნება, ზეგაც აქ იქნება, მაზეგაც აქ იქნება 10 წლის შემდეგაც და 100 წლის შემდეგაც. სულ ეს იყო მეგობრებო ეს ჩვენი ვიდეო. ეს არის ის შეცდომა, რასაც 90% უშვებს და ისიც არ დაგვაუწყოს მეგობრებო, რომ ის 90%-იც აუცილებელია ბაზარზე, იმიტომ რომ ის 90% რო არის ჩვენ ბაზარზე, ვერასდროს ვერ გააკეთებს ის 10% მოგებას. რატო აკეთებს ის 10% მოგებას? იმიტომ რომ 90% უშვებს შეცდომას. როცა 90% უშვებს შეცდომას, იმ 90%-ის ფული ნაწილდება იმ 5%-ზე, რომელიც ბაზარზე აფიქსირებს მოგებას. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად შემოვიდეთ Discord-ზე და დამიშვით იქ. ან უბრალოდ კომენტარებში დამიწერეთ და მე აუცილებლად გაგცემთ პასუხს.